მე ძალიან დიდი ტრავმა მაქვს მიღებული რუსეთისგან და ახლა მთლიანად საქართველოსაც და რუსეთის ერთს არ მინდა. რუსული პროპაგანდა უნდა იკრძალოს რა? უნდა იკრძალოს რას მინდა. ეგენი სოხუმში არ არიან ნამყოფები, მე სოხუმში ძველი პოლიციელი ვარ. გრებს გვიშურებოდნენ, იქ უნდა ენახა და მე მიხვდებოდა. კი. გააჩნია რაზე მიმდინარეობს პროპაგანდა. იმიტომ რომ რუსეთსა საერთოდ შეერთების დღიდან რაც ივალდებულეს არც ერთი პუნქტი არ შეუსრულებიათ. არც ერთი. და საშინელ დისკრიმინაციას განიცდიდა ქართველიერი. შეერთების დღიდან ჩვენ ავართ ჰიბრიდულ ომის პირობებში რუსეთთან მიმართებით. აი ესეთ ის არის ერი საერთოდ. რა თქმა უნდა, უსული კი არა სხვა ეროვნებისაც. ამ შემთხვევაში ჯერჯერობით მოსახლეობა უნდა ვებრძოლოთ ამას ყველანაირად. უნდა მივიტანოთ თითოეულ ადამიანამდე, თითოეულ მოსახლეობის თითოეულ ფენამდე უნდა მივიტანოთ ის ნარატივი, რომ მაგალითად ეხლა არ არის ევროპა გარყვნილების შემოქმედი, არ არის ევროპა მაგალითად ის რომ ჩვენ თითქოს რაღაც ეს მითიურად ეს ქართველობას გვართმევს და მსგავსი რაღაც უდონო სისულელეები, რასაც რუსული პროპაგანდა წლებია უკვე საქართველოში თესავს და ხალხის გარკვეულ მასებზე მოქმედებს ეს პროპაგანდა, ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ამაზე და როდესაც დამყარდება საქართველოში ეროვნული ნამდვილი სახალხო ხელისუფლება, რა თქმა უნდა, აილაგმება თავისით ეს პროპაგანდა.